ой, გადაცვინდა და გადაცვინდა. უბედურ დღეში ყავს პარტნიორები, ჩემო მეგობრებო, საღამო მშვიდობის, გადამიცვინდა კარტები. გადამიცვინდა კარტები და ცხოვრებაში თავზე ინგრევა ყველაფერი თქვენს პარტნიორს. საღამო მშვიდობის ყველას, აბა როგორ ხართ და როგორ ისმის ჩემი ხმა მეგობრებო. საღამო მშვიდობის. ძალიანაც კარგი თუ კარგად ისმის. ეხლა მოვედი ჩემო ძვირფასებო, მინდოდა საჯარო გაშლა ჩამეწერა და აი რაღაცნაირად ხელი გამექცა პირდაპირ ჩართვისკენ. კატერინა, როგორ ხარ ჩემო კარგო? საღამო მშვიდობის მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. თქვენთან მოვედი, აი, ნახეთ რა კარტი გადმომივარდა. ერთხელაც წასული, დაბინძურებული ფეხით წასული ადამიანი. აი, თქვენი პარტნიორი. და ქვემოდან ნახეთ რა კარტია. გულღიად მობრუნდება უკან. ვაი მაგის პატრონს. ჩვენთვის წასული ერთხელაც უკან გაბრუნებული ადამიანი. Когда-нибудь, где-нибудь, другой раз, მეორეჯერ მობრუნდება უკან, მეგობრებო. ერთხელაც მობრუნდება უკან. კი ბატონო. აბა რა ეგონა მაგას? ასე ადვილია წასვლა? კარი გაიხურო და წახვიდე, ესეთი ადვილია ადამიანის ცხოვრებიდან, ნუ რას უკაცრავად. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ცაცხლი უნთია და რა უნთია არ ვიცი, მაგრამ გავარკვევთ ახლა. მოკლედ, მაინტერესებს ახლა ჩვენი ვაჟბატონი თუ ქალბატონი. სალამი, საღამო მშვიდობის ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს, ესეთი სიტბოსთვის, რასაც მე თქვენგან ვღებულობ. და ეხლა მოვედი ესეთი თემით თქვენთან, საჯარო თემით. აი, რისი ეშინია ჩვენს პარტნიორს? აი, ქვემოდან რა კარტია? რისი ეშინია და წყევლის? მაგიების, ნეგატივების, ესე იგი, ესეთი ფიქრები უტრიალებს თავში, რომ ხوار დამწყევლა ვინმე მოისე ცუდა და ამასაც ფიქრობს. ბევრთან შეიძლება იყოს მაგიებიც, მაგრამ თუ გამოვრიცხავთ მაგიებს, წყევლას დავაბრალებ უფრო. ვიღაცამ დამწყევლაო ამბობს. ვინ დამწყევლა? ვინ დაწყევლა და წყევლამ. ხო. აი ასე. რისი ეშინია ჩვენს პარტნიორს? არის დღევანდელი ჩვენი თემა და რაც წამოვა შეკითხვები, ამასთან ერთად მეგობრებო, აუცილებლად დავამატებ და დავიწყოთ ახლა. დასხედით, მოეწყოთ, გარეწყოთ, მე არავის არ ველოდები. ზოგადად მაგის დრო არ მაქვს, რომ ვინმეს ველოდო, ვინც მოვა და შემოგვიერთდება, კეთილი იყოს. ვინც არა და მე ავტვირთავ ვიდეოს YouTube-ზე, ჩემო ძვირფასებო და შეგიძლიათ იქ უყუროთ სრულად. ასე რომ დავიწყოთ ახლა. ჯერ დავიწყებ, ვინ არის თქვენი პარტნიორი. იმედია ჩაიფიქრეთ უკვე მეგობრებო. იმედია ჩაიფიქრეთ ახლა, ხო? მე მგონი მოვასწარით. ვინ არის თქვენი პარტნიორი? თქვენი პარტნიორი არის ის ადამიანი, ვინც ძალიან უნდობლობა გამოიჩინა, ანუ უნდობლობაში შეგიყვანათ, ანუ თქვენი ნდობა დაკარგა. და თქვენს დაგაკარგინათ ნდობა. ადამიანი, რომელიც მხოლოდ რომანტიული ინტერესებით იყო და არის შემოფარგლული ამ ეტაპზე. ან იყო, ან არის. რა იქნება, ჯერ არ ვიცით. ხო, ანუ ძალიან უპატიოსნო თამაშია ეს, ყველაფერი ახლა მისგან. ეს ადამიანი ყურეთ, ეძებს ახალ გზებს, ახალ შესაძლებლობებს ეძებს, ისეთ ენერგიებშია, რომ აი თავის პრობლემებთან ახლებურად მიუდგეს. კი. თუ კი ეს ადამიანი ქორწინებაში იმყოფება, ამ ადამიანს განქორწინება უნდა იქედან იცოდეთ. ასე რომ თუ კი თქვენი იმყოფებით სამკუთხედში, ჩემო ძვირფასებო, არის ნერვიულოდ. დაელოდეთ ადამიანს. და თუ არ გსურთ ლოდინი, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, რომ ურც დაელოდებით, არც ეგ არაა პრობლემა. იცოდეთ, რომ იქედან განქორწინება უნდა, განთავისუფლება უნდა და წამოსვლა უნდა იქედან, სადაც არის.
ძალიან მოიწუწკებს ეს ადამიანი. ეს ადამიანი მოკლედ შეიძლება ბევრის თქვენთაგანის პარტნიორი იყოს აი ხარბი, სიმდიდრისკენ, ძალაუფლებისკენ, აი რაღაც ესეთი სწრაფვა ქონდეს ამ ადამიანს. შიში ქონდეს უფულობის, შიში ქონდეს პატივმოყვარეობის გარეშე ყოფნა არ შეუძლია ამ ადამიანს და უნდა რომ რაღაც სიახლებისკენ მიდის უკვე ისწრაფვის. შეიძლება ქონდეს მემკვიდრეობითი პრობლემა, ამ ადამიანს მოსაგვარებელი რაღაც ახალის დაწყება უნდა, შეიძლება უნდოდეს კიდევ რაღაც შემოსავლე, ხო რა, რაღაცა სიახლეებისკენ მიდის ეს ადამიანი უკვე ისეთ ენერგიებში იმყოფება. კიდევ როგორ ენერგიებში, კვერთხების მეფე, ნუ საჩეგვიძლია და სამართლიანობა მეგობრებო. ეხლა თქვენი პარტნიორი, თქვენი რომელიმეს თაგანის პარტნიორი, ნუ ჩემი ქართულისთვის მომიტევეთ, თუ კი იმყოფება არა და არის სასწორი, მეგობრებო, შეიძლება იყოს სასწორი კი. ნუ აი ნახეთ ეხლა როგორი კარტები გვაქვს აქ. აი ნახეთ ეხლა გაჩვენებთ, აი თქვენს თვალწინ ვიღებ, აი ესეც თქვენ. აი აქვე ხართ, აი მანდ ვართ. აი ეს ხო საერთოდ მაგარი კარტია. აი მანდ ვართ, მანდ, ზუსტად მანდ ვართ და აი აქაც ვართ კიდევ. ხო, ეხლა უყურეთ რა ხდება აქ, ეხლა ვერ მოგახსენებთ მეგობრებო. ეს ადამიანი, ხო, გავაგრძელებ აქედან. ეს ადამიანი კვერთხების მეფე, ძალიან სიმპათიური და განათლებული. ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში შეიძლება იყოს ქერაც, მორუსოც, ბლანჟეთი, აი დააკვირდით, ტიპაჟი ზუსტად ანალოგიური. ბევრ თქვენთაგანთან შეიძლება იყოს შავგრემანიც, ნუ ეხლა ამას ნუ მივეჯაჭვებით. ეს ადამიანი არის ძალიან სიმპათიური, ძალიან სექსუალური, ძალიან მიმზიდველი, მზრუნველი, კეთილსინდისიერი და კეთილი თვისებებით. გამოირჩევა, კი, არ გამოურიცხავ ამ ყველაფერს. მზრუნველი და განსაკუთრებით რაღაც კიდევ არის ურთიერთობაში. ყველასთან არა, მაგრამ ზოგიერთებთან. ურთიერთობაში შეიძლება იყოს მეგობრებო, ხა შეიძლება იგულისხმებოდეს მშობლებიც და რაღაც ურთიერთობა კიდევ. გავლითი ურთიერთობა შეიძლება იყოს კი კვერთხების მეფეს არის ადამიანი, რომელიც იმყოფება ხშირად ფარულ ურთიერთობაში. ეს კარტი არის ჩემთვის ფარული ურთიერთობა. დაფარული მამაკაცი, რომელიც არც თვითონ ამჟღავნებს თავის ურთიერთობებს, ფარულად ინახავს და არც მასთან მყოფი პარტნიორი. ეხლა იმას თუ ჩავთვლით, რომ ეს პარტნიორი თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ქალბატონებო, ძალიან უპატიოსნოდ გექცეოდათ თქვენ და გამოგიყენას შინაარსი მირჩება, გამოყენების მიზნით, ხო, აი ეს ადამიანმა თითქოს რაღაც გვერდით უკვე ახალი ინტერესები გამოიჩინა, ანუ თქვენ მოგაყირავათ. და ეხლა უკვე სადღაც რაღაცას ხო, ეხლა გავარკვევთ ეს თქვენთანაა თუ რასთანაა, მაგრამ ხო, აი ესეთი სიტუაცია აქვს. რაც შეეხება ეხლა ამას, აქ არის სამართლიანობის კარტი, ეს არის ბალანსის კარტი, ეს არის ჰარმონიის და სიმართლის კარტი. ანუ ეს ადამიანი ფიქრობს ეხლა რომ სამართლიანი იყოს თავის ცხოვრებაში, სამართლიანობით მიაღწიოს აი ქალბატონთან, თავის პარტნიორთან სიფრთხილით და კეთილგონიერებით მივიდეს სამართლიანად ფიქრობს, აი ზუსტად თანმიმდევრობით გაჩვენებთ კარტს, როგორ მოდის თქვენსკენ ქალბატონებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან სტაბილურები ხართ, გონივრულები ხართ, მატერიალურად ფეხზეთ გახართ, ყველაფერი გაქვთ, აბსოლუტურად ყველაფერი გაქვთ გოგონებო. აი არ მითხრათ ვინმემ რომ არაფერი არ გაქვთ, სტაბილურად ხართ თქვენს ცხოვრებაში, ხელფასიც გაქვთ, სამუშაოც გაქვთ, საზრუნავიც გაქვთ, კი, საფიქრალიც გაქვთ, მაგრამ სტაბილურად ხართ, არსებობთ რა, არ გაკლიათ და არ გიჭირთ ეხლა ხარიბ უჭმელ უსმელობა არ გაქვთ. და ეს ადამიანი ეხლა ამბობს რომ მოვალ შენთან ესეთ ენერგიებშია, სიყვარულის ენერგიებშია და უკან არ დახევის ენერგიებშია. ანუ არ დავიხევ არაფრისთვისო ამბობს, თუმცა გაურკვევლობაშია თვითონაც. იმიტომ რომ არ იცის თქვენ რა რეაქცია გექნებათ და თქვენთან რომ მოვიდეს, აი ეს თქვენ ხართ ესეთი რეაქცია გაქვთ უკვე მასთან, ჩემო კარგებო, ძალა გაქვთ უკვე მასზე, კი, თქვენს გიყვართ, მაგრამ, ნუ, რა ვქნათ, სამკუთხედებია. ეს არის ურთიერთობა, სადაც არის სამკუთხედი. კი, ჩემო კარგებო, აი ესეთ ენერგიებში ხართ. კითხვა-პასუხი არა, ჩემო ძვირფასებო, კითხვა-პასუხით ძალიან ბევრი გამიმაწყენდა. ასე რომ, არავის უარ დაგწყდეთ გული.
ეხლა ამიტომ ვიქნები ყოველთვის ესეთი საჯარო გაშლით ან ჩვეულებრივი საჯარო ლაივით ან ჩვეულებრივი საჯარო გაშლით შემოვიფარგლებით ჩემო ძვირფასებო. მოკლედ გავაგრძელებ კიდევ როგორ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი. ხო, უყურეთ ახლა ამ ყველაფრის შემდეგ. კი, სიყვარული გაქვთ ორივეს. შეიძლება ორივეს გაქვთ სიყვარული, მაგრამ ეს ადამიანი ახლა ძალიან ეკონომიურად გასცემს ყველანაირ შეგრძნებას, ფინანსებს, გადაწყვეტილებაში ძალიან თავს იკავებს. თუ კი რაიმე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ამაზეც თავს იკავებს, ყოველთვის გადადებს, თაროზე შემოდებს, ეკონომიურად გასცემს ახლა ფინანსებსაც, მოკლედ ყველა მხრივ ეკონომიას იჩენს ეს ადამიანი. კიდევ რა ენერგიებშია თქვენი პარტნიორი? შრომობს. თუ კი ბიზნესი აქვს, ბიზნესში არის ჩაფლული თავით, მხოლოდ შრომობს, მუხჩახრილი შრომობს, კი. შრომის უნარიანი არის ჩემო ძვირფასებო. თუმცა ძალიან რთული პერიოდი აქვს ახლა, არასწორი რჩევები, არასწორი რაღაც საქციელები და მოკლედ სიმართლეს თვალებში არ უყურებს ეს ადამიანი და რაღაც ისეთი სიტუაცია აქვს ახლა, რომ ხო რა, რაღაცა გაურკვევლობაშია, კი, ძალიან დიდ გაურკვევლობაშია, პრობლემებშია, არეულია, ძალიან ღელას ახლა და რაღაც შესაძლებლობებს კარგავს. პაუზებშია, ამიტომ ის რაც შესაძლებლობები ქონდა ამ ადამიანს, რომ თავისი ცხოვრება გამოესწორებინა და უკეთესობისკენ წასულიყო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქედან, რომ პარტნიორული ურთიერთობაში, როდესაც არასწორად ვიმყოფებით, არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცი თუ ქალბატონი, იქ ყველაფერი ყირავდება უკუღმა. აი ასე მეგობრებო, აი ამიტომ აქვს ახლა ასე საქმე. უასოზე აქვს ყველაფერი. და დაპაუზებულია ყველანაირად. თქვენი პარტნიორი და ამის გამო არის ძალიან ცუდად. განადგურებულია იმას, რაც უნდა ვერ აკეთებს. მხოლოდ თავჩახრილი მუშაობს, მაგრამ ესეც არ გამოსდის ისე, როგორც მას უნდა ფინანსები. და მოკლედ სულ პრობლემებშია დღევანდელ დღეს. თუმცა ძალიან ეშინია დაგვიანების, მოკლევადიანი წარმატების. აი ამ ყველაფერი ძალიან ეშინია. ეშინია მატყუარა მეგობრების, აი ირგვლივ ტყუილები, ირგვლივ კი ეჭვიანობს ქალზე. აი ნახეთ ახლა მეგობრებო, ეს არის კვერთხების დედოფალი. აი როგორც წეღან თქვი ვახსენე, კვერთხების მეფე და კვერთხების დედოფალი. ანუ კვერთხების მეფე არის, ახლა სადაა ის კარტი? კვერთხების მეფე არის მეგობრებო, ფარული მამაკაცი და კვერთხების დედოფალიც ამასთანავე არის ფარული ქალბატონი. ანუ თქვენი ურთიერთობა იყო ფარული. ძალიან სიმპათიურებით, ძალიან თბილი ხართ, ძალიან გამგებიანი ხართ, მეგობრული ხართ, ძალიან საყვარელი ადამიანი ხართ მისთვის, მაგრამ ფარული. ეს არის ფარული ურთიერთობა. ვინც მიყურებთ ახლა, არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცი თუ ქალბატონი. ეს ურთიერთობა არის ფარული. აფარული. სამკუთხედი. აი, ქვემოდან რა კარტია? მარტოობა, ურთიერთობაში მარტოობა და აღშემდგარი ურთიერთობა, ნიშნობა ან ქორწინება და ეს არის ძალიან ახლა მოღრუბლული და კოშკია ურთიერთობაში, ნგრევებში ხართ მეგობრებო. აქ არის манипуляციები ადამიანიდან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობი და ასაკობრივი სხვაობა, რაღაც სხვაობა. თქვენ შორის არის სხვაობა, ასაკობრივი, მენტალური, რელიგიური, გონებრივი, ზოგი მაღალი ხართ, ზოგი დაბალი ხართ, ზოგი სუსტია, ზოგი მსუქანია, პუტკუნა, ან ხვდებით ხო? ძალიან განსხვავებულები ხართ, თუმცა მეგობრებო, სიყვარული და აი ნება არის. კი, გინდათ ნიშნობაც, გინდოდათ ქორწინებაც, ნება ისედაც არის და მოკლედ ეს ადამიანი ახლა ფიქრობს, როგორ გააღვივოს ეს ურთიერთობა და როგორ მივიდეს აი აქამდე. აი ამაზე ფიქრობს. ამ ენერგიებში არის, მოდი აქ ამ ენერგიების წაკითხვას აქ დავამთავრებ ჩემო მეგობრებო და მოკლედ ორი წამით შევისვენოთ, რომ აი თქვენი პარტნიორის ენერგიები ამ ყველაფრის შემდეგ ეს ადამიანი ცდილობს და ფიქრობს და გონებრივად ახლა იმაზეა გადართული, თუ როგორ მივიდეს აქამდე. აი აქამდე უნდა მისვლა ამ ადამიანს და მოდი ამ კარტს დავტოვებ ასე. და გავაგრძელებ ამ კარტით. ჩემო ძვირფასებო, ვინც ახლა შემოგვიერთით, მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველას და
ძალიან მსიამოვნებს თქვენთან ერთად ყოფნა. გამომიჩნდა დრო მოვიხერხე და მოვედი თქვენთან. რაც იქნება იმ დროით მოვედი თქვენთან. ჩემო ძვირფასებო, ასე რომ დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, ვის ჩაი, ვის ყავა, ვის წყალი, როგორც გენებოთ და ვიჭორავთ ცოტა ჩვენს პარტნიორზე. კითხვა-პასუხი არა, ჩემო ძვირფასო. მხოლოდ ლაივი, საჯარო გაშლით, საჯარო თემით. რისი ეშინია ჩვენს პარტნიორს და რატომ? ჩვენი თემა არის დღევანდელი. აი, რისი ეშინია და აი, მეგობრებო, ამის ეშინია თქვენ პარტნიორს. ბატონო. ამის ეშინია თქვენ პარტნიორს, ვაჟ ბატონს თუ ქალბატონს. კარგით, დავიწყოთ ახლა. რა ხდება მის ცხოვრებაში? აი, თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში რა ხდება? რა ხდება თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში? სირთულეები, სიძნელეები, პრობლემები და ამ ადამიანს ეშინია დაგვიანების. ამ ადამიანს ახლა აქვს ჯანმრთელობის პრობლემებიც და სირთულეები, რომლებიც უნდა გადალახოს. თუ ავად არის, უნდა გამოჯანმრთელდეს. თუ პრობლემები აქვს, უნდა მოაგვაროს. მოკლედ, აი ამ თავისი ბალოტიდან ვირით, ნავით, ტივით თუ თვითმფრინავით თუ რაღაცით თუ ნივით უნდა გამოცუროს. ძალიან ცუდადაა. კიდევ რა ხდება მის ცხოვრებაში? არასასიამოვნო ამბები, დანაკარგები, ძალიან დიდ ფანტაზიებში იმყოფება ეს ადამიანი და ამ ფანტაზიებიდან ვერ გამოდის და აი იმ შანსს ვერ იყენებს, იმ ნიჭს ვერ იყენებს, რაც შეუძლია თქვენთან დაკავშირებით თუ ცხოვრებისეულად სავარაუდოდ. ვერ იყენებს ამ შანსს, ვერ იყენებს მეგობრებო, კიდევ. და ამის გამო ძალიან წუხს. წუხს კიდევ იმის გამო, რომ თავის ცხოვრებაში ერევიან ადამიანები. ძალიან ადამიანები ერევიან თავის ცხოვრებაში. ბევრი გამარჯვება აქვს, ბევრს ბრძოლობს ამ ყველაფრისთვის, რომ დააღწიოს, ნახეთ, სამივე კარტი ამობრუნებულია. დააღწიოს ამ გაუგებრობას თავი და რის ფასად უწევს და რის ფასად უჯდება ეს ყველაფერი. სამკუთხედებშია ირგვლივ. სამკუთხედები, იცით, ყველაფერი არა მხოლოდ პარტნიორი. მშობლებიც სამკუთხედებია, მეგობრებო. კი, აი თქვენს გარდა, რომ ადამიანი ყველაზე ყველაფერს ირჩევს, აი ესაა ზუსტად სამკუთხედი. არ დავკონკრეტდები, თქვენს გარდა ყველაფერი არის სამკუთხედი. ბატონო. და გაუგებრობაშია ამით. რომ რა გააკეთოს, აღარ იცის, რით დააღწიოს ამ ყველაფერს თავი. რით დააღწიოს ამ ყველაფერს თავი, მეგობრებო, თქვენმა პარტნიორმა ამას ცდილობს და ამბობს, რომ უკან არ დავიხევო. კი ბატონო. აი თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს? აი უნდა ხო? უნდა ერთია, მაგრამ აი თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? აი რას ფიქრობს? რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? რომ ფიქრობს, ვიცით, მაგრამ რას? აი მეგობრებო, აი რა ვქნა, რა გავაკეთო? ხმლების პაჟი. წეგან ვთქვი, რომ აი ასაკობრივი, აი რაღაც ხმაობა. აი სად შენ და სად მე, ეკა, კინო იცით ხო? ღიარული რომანი. აი ზუსტად იგივეა ჩემო მეგობრებო. სად შენ და სად მე? აი ზუსტად ეს მომენტია, სად თქვენ და სად ის. საქციელებით, ადამიანობით. აი ყველანაირად, აი რა ვქნა. რა უნდა რა, რას ფიქრობს და აი რომელს ხმლების პაჟი და ხმლების დედოფალი. აი რა ვქნა, ეს ხმალაობთ მეგობრებო. ხმალაობთ. რომელს აჯობებთ. ხო, აი ასე. აი დააკვირდით ახლა უბრალოდ სურათსაც, ჩემო ძვირფასებო. აი როგორ მინდა რომ თქვენამდე მოვიტანო ზუსტად. აი თქვენ გვირგვინი გაქვთ თავზე და ამას არაფერი არ აქვს. აი თქვენს ვიზუალობას შეხედეთ ახლა და მე ამის. თქვენ ზიღართ და ეს დგას და აბოდიალებს ამ ხმლებს, საით არ იცის. ეს საით გაიქნიოს არ იცის. აქვს მომარჯვებული მხოლოდ. თმები კი აქვს გადაქვეჭრილი და გადაბარცხნი, მაგრამ აი მეცინება. აი ესე ხართ მეგობრებო, ხმალსრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხმალაობთ. აი იცით რა სიტუაცია გაქვთ ახლა მინდა ზუსტად აგიხსნათ. უყურეთ ახლა რა ხდება თქვენთან.
ის ხო ჩამოგიგდებთ რაღაცას თემას. თქვენ აქედან კიდე უარეს დაუბრუნებთ. ეს შეიძლება იყოს სოციალური ქსელები, ცოცხლე გვაქვს. იცოცხლე გვაქვს. აი მე, ჩემს მაგალითს გეტყვით ახლა მეგობრებო. გავიხედავ ეხლა მეც ხო თქვენთან ერთად ვიცი ჩაფიქრება ხო მეც ვფიქრობ ხოლმე ადამიანზე ჩავიფიქრებ მეც თქვენთან ერთად ყოველთვის და აბატონო აი ზუსტად ესეთი სიტუაცია მაქვს ეხლა მეც ჩამომიგდებს რაღაცას ხო აი გამომიწვევს არანაკლებს ვუბრუნებ მეც აი ეს მომენტია ზუსტად თქვენთანაც გავიხედავ ატვირთავს რაღაცას ხუთიმდეს მე ავტვირთავ მეგობრებო აი ესე ვუბრუნებთ ერთმანეთს ხურდას კი აი ზუსტად. ეხლა მეგობრებო, გუშინ წინ დამილაიქა ვიდეო. TikTok-ზე ვიდეო დამილაიქა და მეგობრობა გამომიგზავნა, არ და გავიწყდეთ. აი ესე. წარმოგიდგენიათ? პირდაპირ არცაცი არცაცხელა, ჯერ ხო მხოლოდ Instagram-ზე მეგონა. ეხლა TikTok-ზეც. აბატონო. ვიდეო დამილაიქა, ფოტო დამილაიქა და პლუს მეგობრობა გამომიგზავნა, მოგწონთ ხო? მაგარია. აბატონო. აი ესა. აი ზუსტად ესა. აი ესა მეგობრებო, ჩემ შემთხვევაში. თქვენთანაც ესა. აი ესე ხართ. რომელი რას ატვირთავთ, რომელი რითი უბრუნებთ, თქვენ სიტუაციას მოირგეთ მეგობრებო. მე ჩემს მაგალითს გიყვებით. კიდევ რა ხდება? აი რა გრძნობა აქვს თქვენთან? გრძნობა. მეგობრებო, ასე გააგრძელებს მანამ ეს ადამიანი ასე გააგრძელებს მანამ სანამ თავისას არ მიაღწევს მას გონია რომ თავისას მიაღწევს ამით აი თვითონ ასე ფიქრობს ხო რო თქვენ ესე დაგიყოლიებთ ანუ ჩვენ ესე დაგვიყოლიებს პარტნიორი ვაი ბები მისის ამ ბოდიშით მაგრამ ბები მისის ამ ხო კიდე ხო აი უყურეთ მისი წინ დაუხედავი ნაბიჯები აი ზუსტად იმას დაუფიქრებლად რო აკეთებს მეგობრებო ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს აი ჩვენ რო ვფიქრობთ ჯერ და საზღვრავთ ისე კი არ აკეთებს ეგი პირიქით ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს არა მე აღარ დავბლოკავ გეფიცებით მიყუროს პირიქით მეგობრებო აღარ დაბლოკოთ გიყუროთ რა მნიშვნელობა აქვს მაინც გნახულობთ და გიყუროთ აი ესე უკვე მეგობრებო აი ესე აი ზუსტად მე რაც გითხარით წეღან ესე უნდა გამოუცხადოთ ახლა პირიქით ეს არის ნატურალური ცოცხალი ხმალაობა თამაში აი ესე მეგობრებო აზრი არ აქვს ადამიანი რომელიც 4 წლის მერე გამოჩნდა ჩემთან ახლა თქვენ მეუბნებით რომ 2 თვეა ველოდებიო და მე გეუბნებით რომ 4 წელია მეგობრებო რას ლაპარაკობთ გოგოებო და ბიჭებო ხო აი ესეა 2 თვე არა 2 წელი და 4 წელი მეგობრებო ზოგი 10 წელიც კი ბატონო და თქვენ 2 დღე და 2 თვე გინდათ რომ უცებ გავიდეს და ეს ყველაფერი მოგვარდეს. ნუ რას უკაცრავად მეგობრებო, იმედს გაგიცრუებთ. კი ბატონო. გრძნობებს ვეკითხები თქვენს პარტნიორს და ეს ხმალაობაზე მიყვება. გრძნობები, რომლებიც არ განხორციელდება, თვითონ ასე ფიქრობს. რა თქმა უნდა, იმიტომ არ განხორციელდება, რომ მე ხმალავობთ. გეხმალავებ ადამიანი, გიწევთ ომში. აქ წანისის ომი გამართული. თუ რა არის ეს? მაიაწყნეთელი რო იყო, კინო, ომი, მეგობრებო. ომში ხართ. ომი, რომელს მოუგებთ. აბატონო, ესეთი ომიანობა გვაქვს გამართული. რა განხორციელება, რის განხორციელება ამ ადამიანს ჯერ თავისი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, განთავისუფლება უნდა იქედან, სადაც არის, წამოსვლა უნდა და რომელი გრძნობები, არანაირი გრძნობები არ აქვს ეხლა მოზღვავებული. ძალიან ცუდათაა. ეგოისტი ადამიანი, რომელიც ახლა ფინანსურ პრობლემებში არის, არასტაბილურობაში არის და ყველაფერი დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობს და ელოდება ახალ პერიოდს, ახალ რაღაც სიახლეებს ელოდება. ვინ გამოუგზავნის ამ სიახლეებს, არ ვიცი. მაგრამ აბატონო ელოდება. ხო, იქნებ თქვენ გელოდებათ. უნდა ვკითხო, თქვენ გელოდებათ? არა, თავს ვერ მოიტყუებს, თქვენ არ ხართ მიმსვლელი იცის, როგორც მე, ხლა იცის, რომ მე არ ვარ მიმსვლელი. არა, თქვენ არ გელოდებათ.
არა, თვითონ უნდა მოვიდეს. იცის, რომ თვითონ უნდა მოვიდეს, მაგრამ ტყუილებით კი არა, მეგობრებო. პასუხისმგებლობით უნდა მოვიდეს. სხვანაირად თქვენ არ მოუშვებთ. იცის, ძალიან კარგად იცის, რომ ეს ტყუილები აღარ გაუვა. всё, მორჩა კინო, წახვალ სახშივე ეუბნებით. ხო, აი ესე. აი ესე მეგობრებო. ამიტომ იცის, რომ თვითონ უნდა მოვიდეს პასუხისმგებლობით. კიდევ რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ? აი გრძნობა მაინტერესებს თქვენს მიმართ. გრძნობა, კი, ემოცია აქვს. ემოცია აქვს, მეგობრებო. იცის, რომ თქვენ მის ცხოვრებაში სტაბილურად იქნებით და აი ეს კარტი მიყვარს ძალა, აი გიждები ამ კარტზე. აი ესე ჩამოამხეთ ყველაფერი თავზე, ზუსტადაც, რატომაც არა, აი ზუსტად. თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც გაუბედა ამას, ვინც გაუბედა ამ ვაჟბატონს თუ ქალბატონს, თავზე ჩამოამხო ყველაფერი. და ახლა იცით თქვენ რას აკეთებთ? მანიპულაციები იგივე, რასაც თვითონ აკეთებდა, იმას უკეთებთ ახლა თქვენც. აი მე ზუსტად. აი ზუსტად მე, რასაც თვითონ მიკეთებდა, იმას ვაკეთებ ახლა მეც. აი დაკარგავს ყველაფერს, დაკარგა ყველაფერი. აზარტში შეგიყვანათ მეგობრებო. აი მოდი ასე ვიტყვი, ეს არის აზარტული თამაში, რისკზე წასვლა, რაც დათესა, იმას იმკისეხლა, თვითონ. თქვენ კი არა, თვითონ. გასწავლათ თამაში მეგობრებო. თან აზარტში შეგიყვანათ, დედას გეფიცებით. აი მე ვარ ძალიან მაგარ აზარტში შესული. დარჩა მოტყუებული თვითონ. აი მეგობრებო. აი დაგკარგათ. ნუ ამ ეტაპზე დაკარგული ხართ მისთვის. თქვენ შორის ახლა არაფერი არაა. თქვენ ხართ თქვენ ცხოვრებაში ძალიან სტაბილურად. აიღეთ უკვე თქვენ მისი манипуляციები, ისწავლეთ უკვე, კარგად ისწავლეთ, კარგად შეისწავლეთ, გადმოაპირქვავეთ ასე ნგრევებში დატოვეთ და კარგად იყავითო უთხარით. ბატონო. დანაკარგები და შეიყვანეთ ტრანსფორმაციაში. მე თქვენ გენაცვალეთ ყველას. აი ასე. თავისი ტყუილებით. თქვენ თქვენი ახალი ცხოვრებით გააგრძელეთ ცხოვრება, თქვენ მიყვებით თქვენს ცხოვრების დინებას. კი ბატონო. და თვითონ არის ასე. აი ბატონო, აი ესეა თვითონ. აი თქვენ ესე ხართ, სულიერად ძალიან კარგად ხართ, თქვენ უკვე გული აღარ გტკივათ, გულის ტკივილები აღარ გაქვთ, შფოთვები აღარ გაქვთ, აღარ ნერვიულობთ, ნუ რაც არის თქვით და всё, გაუშვით. თქვენ ეს ადამიანი გაუშვით. ანუ გონებრივად დაისვენეთ უკვე, აღარ ნერვიულობთ. აღარ ბორგავხართ. მეგობრებო, მაპატიეთ, მაგრამ კი. აი თვითონ არის ახლა ესე. გამოსავალი აქვს ამას, შეუძლია ადგეს და გავიდეს, მაგრამ ძალა აღარ აქვს. კი, მეც მეწოდებიან, მეც ჯოჯოხეთი გავიარე მეგობრებო. მეც ჯოჯოხეთი გავიარე, მაგრამ აი ამისთვის იყო საჭირო, რომ ძლიერები გამختارიყავით. ეხლა ვინც მიყურებთ მეგობრებო, თქვენზე ვსაუბრობ, არა აქვს მნიშვნელობა მამაკაცი მიყურებთ თუ ქალბატონი, ეს გაშლა თქვენია. ეს გაშლა არის თქვენი. კითხვებზე პასუხი არ მაქვს, ჩემო ძვირფასებო. ჩვეულებრივი ლაივი მაქვს. არავის ნამდვილად არ უნდა მიცეთ უფლება და საკუთარი თავის წინ არასოდეს არავინ არ დააყენოთ მეგობრებო, ვინც არ იმსახურებს. აი არ მკითხო როგორ გამოვედი. არ ვიცი როგორ გამოვედი. ძალიან ვიმუშავე საკუთარ თავთან, აი ძალიან. ამ ბოლოსაც მქონდა შემოტევა, მაგრამ გადავლახე. გადავლახე ძვირფასებო. აი სამართლიანები იყავით საკუთარ თავთან ძვირფასებო. გოგოებო და ბიჭებო. მეგობრებო. საკუთარ თავთან იყავით სამართლიანები. აღარ გეცოდებათ საკუთარი თავი. რამდენჯერ უნდა აკინძოთ დანაკუწებული სხეული. აი რა ვქნა. აი რა ვქნა. როგორც თქვენ, ისე თქვენი პარტნიორი. როგორც თქვენი პარტნიორი, ისევე თქვენ. აი რა გავაკეთო მითხარით? ბატონო, წყალში ამომიხვედით. აი რა გავაკეთო? გინდათ, არ გინდათ ბატონო. მაგრამ ნახეთ სამართლიანობა უფრო თქვენსკენაა. თქვენ უფრო სამართლიანები ხართ, ვიდრე თქვენი პარტნიორი, მეგობრებო. თუმცა ორივე ერთნაირები ხართ.
კვერთხების მეფე და კვერთხების დედოფალი, მაგრამ თქვენ უფრო ფიქრობთ სამართლიანობაზე ვიდრე თქვენი პარტნიორი. ის კიდევ ამბობს, რომ მე საკუთრეა. თქვენ ხართ მისი საკუთრება, ნურას უკაცრავად. არავის საკუთრება არაა, მეგობრებო. არც თქვენთვისაა თქვენი პარტნიორი საკუთრება და არაა ვალდებული თქვენთან იყოს და არც თქვენ ხართ ვალდებული ვინმესთან იყოთ. აი ესე ძალად არა, მეგობრებო. არა, ბატონო. ეს რა შვაშია? ეს კარტი რა შვაშია ეხლა ამასთან. მესაკუთრეობას აქ ადგილი ძალიან. მამაკაცის მხრიდან, ანუ თქვენი პარტნიორის მხრიდან, მეგობრებო. ვინც მიყურებთ ეხლა? ძალის გამოყენებით. ამიტომ არის პაუზებში ეხლა. რომელი სიყვარული, რომელი გრძნობა, რომელი ურთიერთობა, რა ვიცი, მეგობრებო. უნდა ერთია, მაგრამ კონფლიქტი უკვე გაუცხოებულები ხართ ერთმანეთისთვის. თქვენ უკვე სად თქვენ და სად ის? ბევრ თქვენთაგანთან ასეა. ზოგიერთი შემთხვევაში კიდე მეგობრებო, უცხოელია მამაკაცი, თქვენი პარტნიორი უცხოელია, მამაკაცი ქალბატონი არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი პარტნიორი არის უცხოელი. ეს არის ურთიერთობა უცხოელთან. რომელიც არის ეგოისტი, რომელიც არის ეხლა ძალიან მკაცრი. საქციელებით. თავიდან თუ იყო რაღაც თითქოს და თბილი და ყურადღებიან, ეს ყველაფერი იყო მოჩვენებითი იმის გამო, რომ თქვენ ამ ადამიანს მიჯაჭულობა ყოფილიყო თქვენ შორის. ანუ მიგიზიდათ, მიზიდულობა და კი ახლა გაუცხოებულია და თქვენ ხართ უკვე გაუცხოებული მის მიმართ, თქვენთვის ეს ადამიანი უკვე უცხოა. მოდი ასე ვიტყვი და ამის გამო ძალიან ნერვიულობს ის. გადაწყვეტილებას ვეღარ ღებულობს, რა გააკეთოს არ იცის, თქვენთან მოვიდეს და რომ მოვიდეს და გარისკოს თქვენ მიიღებთ თუ არა არც ის იცის, ძალიან კარგია რო არ იცის, აი ზუსტადაც ესე უნდა იყოს. და თქვენ კიდევ აი ესე მუშაობთ, მუხჩახრილი შრომობთ თქვენთვის, თავჩახრილი აშენებთ თუ პაზლებით აწყობთ თქვენ ცხოვრებას, აი თქვენ ესე ხართ, კი. ბალანსი გაქვთ უკვე საკუთარ თავთან. რატომაც არა? და ეს ურთიერთობა არის მანძილზე. მეგობრული პლატონური ურთიერთობა, პლატონური სიყვარული, ქვია ამას, ურთიერთობა მანძილზე, მოკრძალებული თითქოს და რაღაცა ესეთი თითქოს, იყო. ერთდროს იყო. მაგრამ აბატონო. ერთდროს იყო, მაგრამ იყო და არა იყო რა. ზღაპარი დასრულდა. იმიტომ რომ აი წავიდა თქვენი პარტნიორი, წახლა ხედავთ, მეგობრებო, ერთდროს თუ კი იყო ძალიან ისეთი თბილი და ძალიან ისეთი ძალიან მართლად სათუთი ურთიერთობა, პლატონური ურთიერთობა და სიყვარული, იყო თქვენ შორის გაგება, ამ ადამიანმა დაანგრია ყველაფერი, დაშალა ყველაფერი, გაატანა წყალს. თავისი წასვლით და თავისი ქმედებებით და თავისი საქციელებით და ეხლა ნანობს. კი ეს უნდა. ეს რა თქმა უნდა, კი, უნდა, მაგრამ არა აქვს. ამის იმედიც არა აქვს. უნდა ერთია, მაგრამ ვერ რისკავს რომ მოვიდეს თქვენამდე. თქვენ შეიძლება კიდევაც მიიღოთ და აპატიოთ, მაგრამ მან ხო არ იცის ეხლა ეს ყველაფერი თქვენ აპატიებთ თუ არა. არა, ეშინია დაგვიანების, ეშინია ტყუილების, ეშინია სახელის გატეხვის, ეშინია რომ მოტყუდეს. რომ ანუ იცით რისი ეშინია, ძალიან კარგია რომ ეშინია. აი თუნდაც რომ მიიღოთ და მე უკან რომ გააბუნძულოთ. გააკუცუროთ. ჯერ ხომ მოკუცურდება და მიიღებთ კუცურით. მე რო არ გააკუცუროთ უკან, ამის ეშინია. ანუ სამაგიეროს გადახდის მომენტია, რო არ გადაუხადოთ სამაგიერო. აჰა, კაი იყო. აი ზუსტად ესეთი ეს მომენტი, ამ მომენტის ეშინია. და ამიტომ ვერ აკეთებს არჩევანს. თორე როგორ არ უნდა, ახალი გზები უნდა, ახალი შესაძლებლობები უნდა. A ვარიანტი, B ვარიანტი, C ვარიანტი, არ ვიცი თუ გახსოვთ, ამის წინა საჯარო გაშლა იყო მე მგონი, რომ A ვარიანტი, B ვარიანტი, მთელი ალფაბეტის საშუალებებს ეძებს ადამიანი, რომ თქვენამდე როგორმე მოვიდეს. მეგობრებო, იცით როგორი რაღაცა, ისეთ რაღაცას მოიფიქრებს, რასაც საერთოდ ვერ წარმოიდგენთ სიზმარშიც კი.
აი როგორც მე ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ მეგობრობასაც გამომიგზავნი და ლაიქებსაც გამიკეთებდა და მაფოლოვებდა, ანუ ხო ხვდებით. აი არ გამიკვირდება და ჩემი სურათიც რო დადოს ახლა მის გვერდზე და რაღაცა დაწეროს, აი მსგავს რამებს ელოდეთ ამ ადამიანიდან. აი მსგავს რამებს, აი რას გააკეთებს კიდე სურათს. აი ხო პროფილის სურათი მეგობრებო, ხო ეს პროფილი. აი ესეთ სურათს გააკეთებს გული და აქეთ ერთი თავი თქვენი იქნება და მეორე მისი. აი ესეთ რაღაცებს ელოდეთ მისგან. სასწაულებს ელოდეთ. უბრალოდ. აი ესეთ რაღაცებს ელოდეთ მისგან. კი. ძალიან ბევრ ხრიკებს მიმართავს. მხოლოდ იმიტომ რომ შემოგირიგოთ, მხოლოდ იმიტომ რომ დაგარწმუნოთ რომ ვაი მე და რაღაცაო. არ მოტყუდეთ მეგობრებო. ხო, აი ზუსტად კოშმარია აბარა. გზნობებზე ვეკითხები ადამიანს და ვერა მოვათქმევინე. იმის დაბრუნება უნდა რაც დაკარგული აქვს. მაგრამ ვერ ღებულობს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ყოველთვის გადადო, დღეს არა ხვალ. აი მე დღეს ეს კი მინდა მე დღეს, მაგრამ მოიცა კაცო ხვალაც დღესაა. აი ეს მომენტი აქვს. ხვალ. ხო აი ძალიან სულჩაკეტილი ადამიანია და ვერ ხვდება, ხო რა გააკეთოს. თავის დადგმულ ინტრიგებში გახვეული, აფირისტი ადამიანი. ხო. ეშინია რაღაც ჭორები არ გაიგოს თქვენზე. რისი ეშინია მეგობრებო. რისი ეშინია და სადმე ვინმესთან ერთად დასასვენებლად არ წახვიდეთ. ან ვინმესთან ერთად რომანტიკაზე არ მოეწყოთ. რომანტიული საღამოზე არ წახვიდეთ ვინმესთან, ვინმე არ დაგპატიჟოთ. სადმე რომანტიულ წვეულებაზე არ აღმოჩნდეთ. საზოგადოებაში. აი ესეთი რაღაცების ეშინია. აი მეგობრებო, თქვენი პარტნიორი არის ჩახმალული, ჩახანჯრული. თქვენ ხო დაგტოვათ და თქვენ ხო აი რო იტყვიან და მოგიქნიათ, ხო? ეხლა თვითონ ისე. არ შეგეცოდოთ, არ შეგეცოდოთ, ძალიან კარგია. აი ნახეთ პროსტა, აი ნახეთ როგორ უპატიოსნოთაც თვითონ მოგექცათ. აი ისე ჩამოამხოთ ეხლა თავზე ყველაფერი. აუხდენელი ბევრი ოცნება აქვს. ურას უკაცრავად, აი მეგობრებო, რაც მეც იყოყმანებს თქვენთან დაკავშირებით, რამდენადაც ექნება შეფერხებები თქვენთან დაკავშირებით, 5 და 10 მაგად ექნება დაბრკოლებები ამ ადამიანს. ბატონო, ცხოვრებაში. აი, ასე. აი ასე. კი ბატონო, კარმა, რა თქმა უნდა, აბა რა, არავინ არ წაგვართმევს კარმას. ბატონო, ამ ადამიანს შეიძლება კონდეს ბევრი ფულიც. ძალიან კარგი მაცხოვრებელიც იყოს. ყველაფერი კონდეს. ყველაფერი, მაგრამ არაფერი უხარია, ეს ერთი. და მის ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი რაღაც ჩარევები, პრობლემები, ტყუილად გადაყრილი, თუ კი სადმე ფინანსები ჩადო, ბიზნესი აქვს, არ გაუმართლა. ანუ რაც გარისკა, არაფერი არ გაუმართლა. მიუხედავად ამ ყველაფრისა შეიძლება კარგათაც და აი გამართულად ცხოვრობდეს, არ აკლდეს არაფერი, ფინანსებზე მაქვს საუბარი, ყველაფერი კონდეს, ხო, არ უხარია. არაფერი არ უხარია მეგობრებო. გარწმუნებთ, გეფიცებით, სიმდიდრეც კონდეს, ქონებაც კონდეს, მაგრამ უყურეთ რა წერია, სიმდიდრე, რომელსაც ბედნიერება არ მოაქვს. ამ ადამიანს უნდა რომ ამ თავის პრობლემებთან, თუნდაც თქვენთან დაკავშირებით, ხო, რაღაც ახალი გზები მოძებნოს. იმიტომ რომ ეშინია თქვენი დაკარგვის. ახლებურად უნდა მეგობრებო, გეუბნებით. ახალი ვარიანტებით, აი წეგან რაც გითხარით, სურათთან დაკავშირებით. თუ ისე არა ასე, თუ ასე არა ისე. შემოგთავაზებთ 15 ნაირ სახეობის რაღაცას, ხო, არჩევანს. მას 15-ვე აწყობს. თქვენ ერთ-ერთს რომელიღაცას თუ აირჩევთ, ხო, ეს მისთვის უკვე, ხო, ანუ ხვდებით, ხო, რასაც გულისხმობ.
ნებისმიერი შემოთავაზებიდან 100-იც რო იყოს, მას 100-ვე აწყობს და თქვენ რომელიმეზე დათანხმდებით? აი ხო ხდებით? აი ესა. ხო, აი გაუმართლებს. თვითონ იცის რომ გაუმართლებს. ბატონო. თავის წამოგებულ ანკესზე წამოეგებით. კი, ბატონო. ბატონო. ხო. არა 1% იმასაც კი ფიქრობს რომ ვერა და რამე მოხდეს ისეთი 1%. 1%-ზე ნერვიულობს. დანარჩენი 99% მას გარანტირებული აქვს მეგობრებო, გარწმუნებთ, გეფიცებით. კი? ეს არის 1%. ვარაუდი. დანარჩენი 100%-იანი აქვს. 99% ნაღდი აქვს. ხო? კიდევ ცდის. ყოველ ჯერზე კიდევ ცდის. არი ფიქრობთ რომ დანებდეს. არა. ყოველ ჯერზე კიდევ ცდის. წმენის დაკავამდ. აი წმენაც რო დაკარგოს, მაინც ცდის. მაინც ეცდება იცოდეთ. წმენას დაკარგავს, ძალიან დიდ დანაკარგებში შევა, ძალას დაკარგავს, ენერგიას დაკარგავს. ნუ შეიძლება ამ ყველაფერთან ფინანსებით დასჭირდეს, წასვლას, მოსვლას, მანძილია თქვენ შორის, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ხა ფინანსებიც უნდა დახარჯოს, დაკარგავს, ყველაფერს დაკარგავს. მაგრამ ნახეთ? ბოლო კარტი, ბოლო ორი კარტი რისია? ყველაფერზე რისკზე წავა. თუნდაც 0-ზე დარჩეს, მაინც გარისკავს. ფინანსურათაც 0-ზე რო დარჩეს, მაინც გარისკავს იცოდეთ. ყველაფერს გააკეთებს მეგობრებო. იცოდეთ. ისი ეშინია და თქვენი დაკარგვის. ყველაზე მეტად თქვენი დაკარგვის ეშინია. იმიტომ რომ არ შეუძლია უთქვენოდ. თქვენ ხართ მისი ჯინის ყულაბა. კი, სიყვარული აქვს, მაგრამ ამ ყველაფერს არ გაჩვენებთ. არ არსებობს, ვერ დაინახავთ, ვერ იგრძნობთ. თქმით არ გეუბნებათ და უბრალოდ საქციელებს დააკვირდით. ერთი ბედის ხართ თუ არა, ეს თქვენზეცაა დამოკიდებული მეგობრებო. ამ ადამიანს უნდა თქვენთან ყოფნა, თქვენთან ბედის დაკავშირება უნდა. კი, ნახეთ, როგორ არა უნდა, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია, ვინც მე მიყურებთ ახლა. თქვენი გადასაწყვეტია ამ ადამიანს მიიღებთ თუ არა, თუმცა თვითონ ყველანაირ ხერხს მიმართავს. იქეთ დაიღლებით, ბევრი თქვენთაგანი დაიღლებით და დანებდებით. კი, ესეთიც იქნება. ეს იქნება უფრო ერთეულებთან. იმდენად უკვე აზრი აღარ იქნება მასთან ბრძოლას, ხო? დაიღლებით მეგობრებო და დანებდებით. ეს ადამიანი ძალიან ბევრს იბრძოლებს. აი ძალის გამოსქანს გაგაძრობთ მეგობრებო პროსტა. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ვისთან გაქვთ საქმე. აი ნახეთ პროსტა. აი ამ ერთი კარტით. აი ერთი კარტით. ეს ადამიანი იბრძოლებს ბოლო სუნთქვამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე. თავისი მიზნების მისაღწევად ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებს იცოდეთ. ეს ვის გადაეყარეთ? ვის გადავეყარეთ? ხო, ნუ ვინც ჩაიქნებთ, ხელს დაანებებთ და კი, ნუ უმეტეს შემთხვევაში ასეა კი. ეხა ეს საჯარო გაშლა მეგობრებო და ყველამ თქვენსაც მოერგეთ, მაგრამ მე გეუბნებით. ყველას უკლებლივ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი იბრძოლებს. ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებს თქვენთვის. კი. ნუ რა ვქნა. რაც არის, იმას ვამბობ. ასე რომ ელოდეთ მისგან. ძალიან ნერვების ამშლელი იქნება, ძალიან გამაღიზიანებელი იქნება მისი ეს აქციელი თქვენთვის. აი როგორც მე მაღიზიანებს ახლა, მე ძალიან მაღიზიანებს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მაღიზიანებს, ძალიან ვიკავებ თავს. უბრალოდ არ მინდა რომ თავის ანკეს წამოვეგო. არ მინდა რომ თავის ანკეს წამოვეგო და მივწერო საპასუხოდ რაიმე, მაგრამ კი, ამას ელოდება და მე არა. აი არა და არა, არავითარ შემთხვევაში დავიფიცე. შვილი დავიფიცე რომ არ გადავდგამ ნაბიჯს სამაგისოდ.
ჩემო ძვირფასებო, ეხლა მინდა მაინც აი ამ ჩემი ახალი ასტრაბარათით. ვინც ეხლა შემოგვიერთდით, მოგესალმებით ყველას, კეთილი იყოს თქვენი მოგზანება, ჩემს გვერდზე, ჩემს სცენაზე, ჩემს აუდიტორიაში. ჩემო ძვირფასებო, დაეთქვენთან ყველაფერი სასიკეთოდ ასრულებული იყოს და ყველაფერი ყოფილიყოს ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ და თქვენს ცხოვრებას. მე კიდევ თქვენს გვერდით მიგულეთ, როგორც შემიძლია ისე. მოდი ახლა ვნახოთ კიდევ რა საიდუმლოებებით შემოიფარგლება თქვენი პარტნიორი კიდევ. აი 7 კარტი აქედან, ასტრაბარათიდან მეგობრებო. ძალიან შემიყვარდა ეს დასტა, ძალიან და მოდი ახლა გავარკვიოთ. ახლა საოცრებები ამიდან მოვისმინოთ. გარწმუნებთ, რომ ესეც არაჩვეულებრივი დასტაა, ძალიან ენერგიები მოდის მისგან. და გავარკვიოთ ახლა, რისი ეშინია თქვენს პარტნიორს და რატომ რა საიდუმლოებებს გვინახავს ამ შიშის უკან. რა იმალება ამ შიშის უკან მეგობრებო. სად შეგვიძლია? ამ შიშის უკან იმალება მოქნილობა. ანდა უყურეთ მეგობრებო, თითქოს და მოქნილად გაჩვენებთ თავს, მაგრამ ძალიან დიდი შიში აქვს. აი გაჩვენებთ თითქოს და რაღაც მებრძოლი ვარ. აი გაჩვენებთ ან აქლემზე ზის, ან შეიძლება მართლაც აფრიკაშია, ან აი განსხვავებულები ხართ მეგობრებო და რა ვქნა. აი ძალიან განსხვავებულები ხართ. ესეთი ენერგია მოდის. აქ ვხედავ ბუდიზმსაც. აი ამ ადამიანს რაღაცა სხვანაირი რწმენა აქვს. სხვანაირი რწმენის ადამიანია მეგობრებო. და რას გაჩვენებთ ახლა თითქოს და არის ძალიან ისეთი ოჰოი და მე ვარ ძლიერიო და ამ დროს მეგობრებო ძალიან ერთი უწყინარი ბაჩუნია, ქუცურა ადამიანია. აი ერთ-ერთი ესეთი ადამიანია კი, თითქოს ძლიერი ვარ, თითქოს მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მაგრამ არა. ძალიან ისეთი შიში აქვს. შინაგანად შიში აქვს ამ ადამიანს. ჩვენი თემაც ესეთია ხო დღევანდელი. რისი ეშინია? გაჩვენებთ რომ ძალიან ძლიერია, მაგრამ ამის სიძლიერის უკან ძალიან მოშიშარი ადამიანის სურათია მეგობრებო. კიდევ რას გიმალავთ? რას გიმალავთ ეს ადამიანი და იმას გიმალავთ რომ გაიდეალებთ. თქვენ ხართ მისი იდეალი. მაგრამ მე ახლა ამ ჩემს ასტრაბარათეს მეგობრებო თანდათან ვაკვირდები რა ხატია ზეთ, აი რა სურათებია ზეთ მოცემული. ისე ახლა ხوار დავჯდები მთელი დღე და დეტალებს ხوار დავაკვირდები რა ხატია ზეთ. აი ახლა რა მინდა გაჩვენოთ. აი ნახეთ, იმდენად გაიდეალებთ ეს ადამიანი. აი ნახეთ რა ხატია აქ. აი ჯერ ხო აგერ ფურცელზე ახატია, რაღაც დაწერილი აქ. აი რაღაცა დაწერილი აქ ამ ადამიანს გამზადებული აქ. და ამაზე არის ობობა. ერთი ობობა აგერ არის და მეორე აგერ აზის მეგობრებო. როგორ მინდა რომ გაჩვენოთ? აი, აგერ აზის ობობა, ხედავთ ხო? ანუ უყურეთ, ეს ობობა, მეგობრებო. ობობის ქსელებს გიმართავთ ეს ადამიანი. აი რაღაცებს ხლართავს მეგობრებო. რაღაცებს ხლართავს. ეხლა იმას თუ არ ჩავთვლით, რომ აქ კიდევ ცეცხლია და რაღაცებს აკეთებს ეს ადამიანი, აი რაღაც ხრიკებს მიმართავს მეგობრებო. რაღაცებს ანთებს, რაღაცებს წვავს, რაღაცებს ამზადებს. აი, იცით რა არის? მორიელი, ხო? შეიძლება მორიელიც იყოს, კი, არ გამოვრიცხა? ხო რა, მიხვდით ალბათ, ხო? ხო და უყურეთ ახლა რა ხდება კიდევ. აი რაღაცებს აკეთებს ეს ადამიანი, თავბრუ დამხვევ რაღაც სასწაულებს აკეთებს, რაღაცებს რომ მოდი ჟარგონულად რო ვთქვათ, ჩალიჩობს. სათქმენათქვენოთ. თავისთვის რაღაცებს ჩალიჩობს, რაღაცებს წვავს, შეიძლება რაღაცებს წერს, აი აფირმაციებს აკეთებდეს, აი რაღაცებს აკეთებს მეგობრებო, მომკალით თუ გინდა და აკეთებს კი. არ ვიცი რას, მაგრამ კი. ამ ყოლაფრისთვის სარკესაც თუ იყენებს, კიდევ ისიც საკითხავია. სარკის წინ, ეს სარკე ახატია აქ კიდევ ნახეთ, სარკისებურად რაღაცას მეგობრებო, მაქინაციობს თქვენი პარტნიორი. ეხლა არ მითხრათ რომ არაო.
ყველაფერს არ გეტყვით, ეს ყველაფერი არის დამალული საიდუმლოებები. ამ კარტს ქვია საიდუმლოებების მბრძანებელი. ჩემო ძვირფასებო, ამ ასტრა ბარათს ქვია საიდუმლოებების მბრძანებლები. და ამას გიმალავთ, ამ ყველაფერს ახლა როგორ იტყვის და როგორ აღიარებს ეს დაუჯერებელი ამბავია ხო, რომ ადამიანმა აღიაროს. ამ ყველაფერს ახლა მე რომ ვაკეთებდი, არც მე ვაღიარებ. გეფიცებით რომ არ ვაკეთებ, მაგრამ რომ დავაკეთებდე, ვაი დავაკეთებდე, ამას როგორ ვაღიარებ, ხო? აი ესეა თქვენი პარტნიორიც. კი. კიდევ რას გიმალავთ? რისთვის ჭირდება ეს ყველაფერი? მეგობრებო. აქ იცით რა აწერია? აქ აწერია დეზიდერიო. ეს ნიშნავს სურვილებს, რომ თავისი სურვილები აისრულოს. ბატონო, გამარჯობათ. ბატონო, მაიმუნობს რაღაცებს აკეთებს, მაქინაციობს, რაღაცებს აკეთებს მეგობრებო, გეფიცებით. კიდევ, ანგელოზებსაც მეგობრებო, თავისი სურვილის ასასრულებლად აფირმაციებს აკეთებს ეს ადამიანი. ეხლა ხომ სავსე მთვარეობაა მეგობრებო. ამ ბოლოს ყველა ამბობს, რომ ჩამოწერეთ სურვილები და წაიკითხეთ სექტემბრამდე. ბატონო, მანდ ვართ. ამით უნდა რომ თავისი სურვილები აიხთინოს. მერე დაწვავს. ზუსტად. სექტემბრამდე ახლა ჩაიკითხავს ამას, ყოველდღიურ შუა დღეს აღამოს, ესეც აფირმაციებია მეგობრებო. იცით? კი ბატონო, და მერე სექტემბერში დაწვავს. ხო. უკან ცეცხლი უკიდია. ასე. ამას გიმალავთ. ესეთ რაღაცებს აკეთებს თქვენი პარტნიორი. კიდევ რა საიდუმლოებები, მოკლედ, გავწურავ ამ საღამოს, გავწურავ მეგობრებო. გამოფიტულს დავტოვებ, დაცარიელებულს დავტოვებ მეგობრებო. ასე. ასე. მერე იხტუნოს ცეცხლზე. კიდევ რას ფიქრობს კიდევ რას? ხო, კიდევ რას? ეს არის ცნობის მოყვარეობის კარტი. კურიოზებით სავსეა ეს ადამიანი, კურიოზია. ეს ადამიანი არის ცნობის მოყვარე და კურიოზიტა წერია კიდე ამ კარტს. სასწაულებს აკეთებს მოკლედ. შეიძლება იცით როგორი გამოთქმა? სასაცილოა თუ სატირალი არ იყოსო თუ როგორაა მეგობრებო? ხშირად ვამბობ, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ. სასაცილოა სატირალი რო არ იყოსო თუ სატირალია სასაცილო რო არ იყოსო. რაღაც მსგავსი. ეს ადამიანი დადის და თავის თავს ელაპარაკება მეგობრებო. ძალიან დიდი წარმოუდგენა აქვს საკუთარ თავზე და ამავე დროს. ამ ყოლაფრით, რაც ახლა მე აქ ავწერე, ამ ყოლაფრით ეს ადამიანი თავის სურვილებს ისრულებს. კი. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. კი. ზუსტად მეგობრებო. კი, მანდ ვართ. ამ წვერვალების დაპყრობას ფიქრობს თქვენი პარტნიორი და როგორაა თუ იცით? აუსრულდება? უკავია ხელში, კი, ჯინი. ჯინი უკავია ხელში მეგობრებო, თავმოხსნილი. და ელოდება ახლა ამ გზაზე ასასვლელი გზა როდის გაიხსნება? ცა როდის გაიხსნება სიმაღლისკენ? ხო. ასე. თავისთვის მეგობრებო დგას და ამ გზას ელოდება როდის გაიხსნება ეს გზა. ბები მისისა. კიდევ რას გიმალავთ? ბოლო, რა დასკვნა, რას გიმალავთ? რას გიმალავთ მეგობრებო და ჯადოსნური ჯოხი. ფრთხილობს ეს ადამიანი ყველაფერს, რასაც აკეთებს, ძალიან დიდი სიფრთხილით აკეთებს. კორაჯოა წერია ამ კარტს. კორაჯო არის იტალიურად სიფრთხილე. ფრთხილობს. ამ ყველაფერს ძალიან ფრთხილად აკეთებს. თავისი ჯადოსნური ჯოხით. ხმალი უკვე დაშვებული აქვს, თქვენ და ხმალაობას აღარ აპირებს. ამით არ გამოუვიდა არაფერი, იმიტომ რომ ამ ხმალის ბოდიალმა ძალიან დიდი ბზარი გააჩინა. ნახეთ აქ. აქ ძალიან დიდი ბზარი გააჩინა, ამიტომ ის უკვე გაიაზრა, რომ ხმალაობით არაფერი არ გამოუვა. ეხლა უნდა რომ ესე
ესე მეგობრებო, თქვენთან მოვიდეს, აი ასე კი სიფრთხილით და გამბედაობით. ხმალით არა, ოღონდ. ბზის ჯოხით. ნახეთ ქვემოდან რა კარტია? აი ამის გარეშე არც ველოდი. გეფიცებით. ამის გარეშე არ ველოდი, ეხლა მე ამ ყველაფერს. ეხლა ჯერ ეს უნდა წავიკითხო. ხო. ბზის ჯოხით. ბზის ჯოხით? ვიცით ეხლა ბზა რასთანაა დაკავშირებული? სიწმინდესთან, სიფრთხილესთან. აი კი, დათმობასთან, ფეხქვეშ დაგეგებათ. აი ბზა, ხო? ბზა დაუგეს ფეხქვეშ. აი უფალს, ხო? აი ფეხქვეშ დაგეგებათ ეს ადამიანი, მეგობრებო, აი შოკი მივიღე ეხლა უბრალოდ. ამასაც გააკეთებს იცოდეთ. კი, თავს დაგიხრით. თავდაბლურად. თავდახრილი მოვა თქვენთან. რა ის ხმალი? ბზის ფოთლებს დაგიგებთ, ფეხქვეშ გაგეგებათ, მეგობრებო. ვაშლებსაც მოგიტანთ. 6-4-ის ვაშლებს, ოღონდ იცოდეთ, ერთი მოწამლული არ იყოს, სამისოდ. აი მეგობრებო, აი რატომ უნდა არ ყოფილიყო ეხლა ეს კარტი? როგორ შეიძლებოდა რომ აქ არ ყოფილიყო ეს კარტი? იმდენად სიეშმაკით მოდის, იმდენად თავდახრილი მოდის და იმდენად ეს ადამიანი მოდის საიდუმლოებებით, მაგიებით, ეს მაგის კარტია. რო? აი ეს მისი მოტანილი ვაშლი რო თქვენ შეჭამოთ, მეგობრებო, ხო? ეს იცოდეთ რომ ორივე იქნება მოწამლული მის დასასიკეთოთ, მაგრამ ერთი თქვენ და ერთი მას. მასზე არ იმოქმედებს და თქვენზე იმოქმედებს. აი ეს უნდა რომ თქვენ შეჭამოთ მისი მოტანილი ერთ-ერთი ვაშლი. აი რა გავაკეთო? აი ნახეთ. რაც გითხარით წეღან. აი რაც გითხარით წეღან. თავისი მოფიქრებული ხრიკები, აგერ ქაღალდები დაწერილი, ძალიან ბევრი გეგმები, დაყრილი. ხედავთ ხო? არ გამართლებული გეგმები, დაყრილი, ქაღალდები გამოყენებული, რომლებიც უკვე გამოიყენა, ძალიან ბევრი შანსი და ბევრი ხრიკები გამოიყენა თქვენთან ამ ადამიანმა. თქვენ მაგია დაარქვით და რაც გინდათ იგი დაარქვით. ყველანაირი ხერხი გამოიყენა და ბოლოს ამასაც აკეთებს, რომ მოგწამლოთ სავით. ხო, ანუ ზღაპარში როა მეგობრებო, ქართული ზღაპარი როა ვგიჟდები მაგ ზღაპარზე, ვაშლი. მეტი ვერაფერი მოიფიქრა და ვაშლი. ამით მიგაძინებთ. ხო. და ეს ბოლო კიდევ არის, რომ ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან ურთიერთობის დათმობა, მაგრამ იმის გამო, რომ თქვენთან ურთიერთობა დაათბოს და მოიპოვოს ტოლერანტობა, რაც ახლა ჩვენში დარჩა ცოტა უცხო სიტყვა მასთან მიმართებაში, ეს ტოლერანტობა. ხო? მეგობრებო, ამ ხერხის გამოყენების მიზნით ეს ადამიანი ყველაფერს გამოიყენებს და იცოდეთ. ეს მე ამ დასტაზეც გითხარით და ამაზეც გეუბნებით ახლა, რომ ეს ადამიანი ყველანაირ ხერხს გამოიყენებს თქვენს დასაბრუნებლად. თუნდაც ტოლერანტობაზეც წავა, დათმობაზეც წავა, მაგრამ აი აქ არის ზუსტად ძაღლის თავი დამარხული. კუცურა ძაღლის თავია დამარხული. კი, ჩემო ძვირფასებო, ერთი წუთით ვერიფიკაციას მთხოვს ეკრანი, ერთი წამით რომ გავაგრძელო. ერთი წამით მეგობრებო. არ გამომივიდა. ერთი წამით, მოკლედ ისეთ ემოციებში ვარ. ხო, აი ვერ აღწერ. გამომივიდა. არა, არ გამომივიდა. აი, ხედავთ? რა მჭირს? აჰა. მესამე ცდაზე უკვე გამომივიდა. ხო, მეგობრებო და ყველანაირ ხერხს გამოიყენებს. და ბოლო კარტი კიდევ არის ის, რომ კი, გახსნა. მეგობრებო, ეხლა რა გინდა რამე დაგითხრათ. ბრძოლას გახსნილად ვაცხადებო, ასე ამბობს. აი, ჩემო ძვირფასებო. ბრძოლას გახსნილად ვაცხადებ.
გამოწვევა უკვე დაწყებულია მეგობრებო. გაგიკვირდებათ, მაგრამ კი აპერტურა გახსნა. ბრძოლას გახსნილად ვაცხადებო, ამბობს მეგობრებო. აი ასე, მოგეწონათ ხო? შოკირებული ლაივი მაქვს დღეს. აი მეგობრებო, შოკირებული გეფიცებით ლაივი მაქვს დღეს. ვინც გვიან შემოგვიერთით ხო, აი სასწაულები გამოტოვეთ, მაგრამ არა უშავს, ავტვირთავ YouTube-ზე მეგობრებო. კი, აუცილებლად ავტვირთავ. აი, ყველანაირი ხერხის გამოყენება. ყველანაირი ხერხის გამოყენება თავისი მიზნების მისაღწევად, იცოდეთ, ელოდეთ ამ ადამიანიდან, თქვენი პარტნიორიდან და ბრძოლა გახსნილად უკვე გახსნილია. სეზონი ბრძოლის გახსნილია მეგობრებო. კი ბატონო. აი ასე. მოგეწონათ ხო? ესეც ასე მეგობრებო თქვენი პარტნიორი. აი ესეც ასე, ჩემო ძვირფასებო და მოდი ეხლა მე მაინც უნდა ვკითხო. კარც. არა, მოდით რა ვკითხოთ ეხლა. მოდით რა ვკითხოთ. არა, ეხლა ერთი შეკითხვა მაქვს, ესეთი ჭკვიანური შეკითხვა მაქვს ეხლა მეგობრებო დასტასთან, მაგრამ შეკითხვა მინდა დავსვა აი ისევ ამ კარტზე. ამ კარტს აქვს დროის ათვლა მეგობრებო. დრო, ამასაც აქვს თავისი დრო. მოდი ვნახოთ ეხლა. აი მეგობრებო. რა ვკითხოთ ეხლა? რა შევეკითხოთ მეგობრებო? ერთი კითხვა, რა შევეკითხოთ კარტს? თქვენს პარტნიორს რა შევეკითხოთ? აი როდის დაასრულებს ამ ბრძოლას თქვენთან დაკავშირებით? მოდი ესე ვკითხოთ. ბრძოლა უკვე დაწყებულია გვეში, მეგობრებო. ეხლა იმის კითხვას აზრი არა აქვს, როდის დაიწყებს? არა. როდის დაიწყებს? არა, დაწყებულია უკვე ბრძოლა თქვენ შორის, უკვე დაწყებულია. როდის დაასრულებს ბრძოლას? აი, როდის იქნება ის შედეგი, რომ მიხვდება ეს ადამიანი, რომ უკვე თქვენთან ბრძოლას აზრი არ აქვს და იქეთ უნდა დაგნებდეთ. და უშუალოდ უნდა ხმალი. ფარხმალი უნდა დაყაროს. აი, როდის იქნება ეს დრო? როდის? როდისა თავისი ფარხმალის დაყრის დრო. მეგობრებო, უნდა ამოვიღოთ თქვენს წინ ერთი კარტი. აი, და ეხლა მე ვნახავ თავის წინში პასუხს. ერთი წამით ჩემო ძვირფასებო. ეხლა ვნახავ მე თავის წინში კითხვაზე პასუხს. როდის დაამთავრებს, დაასრულებს თქვენი პარტნიორი აი ამ თამაშს. და როდის მიხვდება, რომ წააგო? როდის მიხვდება, რომ წააგო მეგობრებო? გერა. ივლისში მეგობრებო. ჩემო ძვირფასებო, ივლისში. ბევრი აღარაა დარჩენილი. ივლისიც აგერაა. ივნისი მთავრდება და ივლისი. აი ასე. ელოდეთ ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერხანს იფხაკუნებს, იკუცურებს, აკიცინებს ამ კუც იქეთ, აი ასე, მაგრამ არა. აი ამას ნიშნავს მისი კუდის კიცინი, არ გამოუვა არაფერი მეგობრებო. რომ მიხვდება, რომ უკვე ვერაფერი ვერ გამოსდის, ნახეთ, A, B, C, D, აი ეს კარტი იყო ზუსტად წინაზე. ჩემო ძვირფასებო, გავგიჟდები ეხლა. წეღა რო ვახსენე მე, რომ წინა გაშლა იყო ABCD ვარიანტები, ამოუვიდა პარტნიორს. აი, ეს კარტი ამოვიდა ეხლაც, მეგობრებო, ნახეთ, რომ ბევრს მოიფიქრებს, ბევრს მოინდომებს, ბევრ ხრიკებს მიმართავს, მაგრამ მიხვდება, რომ არ გამოსდის არაფერი და ფარხმარს დაყრის მეგობრებო. კი. აი, ზუსტად ეს კარტია ეს. ამ კარტზე გავამახვილე ზუსტად მაშინ ყურადღება მეც და ზუსტად ეს კარტი ამოვიდა ეხლაც, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ ივლისში ეს თვეც ეს ადამიანი იფხაკუნებს, იწანწალებს ასე, იწუწუნებს, იბრძოლებს, მაგრამ მეგობრებო, არაფერი არ გამოუვა. მერე დაჯდება, დაითვლის 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10-ს რომ იტყვის მეგობრებო და დაამთავრებს ყველაფერს უკვე. ნახეთ ამ კაცზე.
ყველაფერთან ერთად. 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. აი, მეგობრებო, 10 სიტყვის და დაამთავრებს დაყრის ფარხმალს. აი, ასე მეგობრებო, ივლისში. გელოდოს. არა უშავს, კაცო, ოცნებას არავინ მოუკლავს, ახლა რა ქნას, ოცნებას ვერ წავართმევთ ადამიანებს. ერთადერთი რაც გააჩნია ადამიანს ოცნება და ამას ვერ წავართმევთ, რა პრობლემაა? იოცნებოს, კი. ხო, აი ესე, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი სასწაული საჯარო გაშლა თემით, რისი ეშინია და პარტნიორს და იმის ეშინია, თქვენი დაკარგვის ეშინია. ხო, არც უნდა გახვიდეთ. არავითარ შემთხვევაში მეგობრებო, აი არ გავდივარ მე კონტაქტზე. არ ვაქცევ ყურადღებას, იყო ეს მიყუროს. ყველგან მაქვს საიტი, ტრენდზეც მეგობრებო, გამომიგზავნა მეგობრობა და არ დავიმატე. ტრენდი იცით ალბათ არის ინსტაგრამის ერთ-ერთი გვერდი. Facebook-ზე არ მოსულა ჯერ. Pinterest-ზეც მაქვს, Viber-იც მაქვს, WhatsApp-იც მაქვს. ყველაფერი მაქვს მეგობრებო. უბრალოდ ინსტაგრამით დაიწყო. გადმოვიდა TikTok-ზე, ახლა ველოდები როდის ჩამოივლის ყველა სოციალურ ქსელს. აი ზუსტად მეგობრებო, ხო გეუბნებით. ყველა ვარიანტს გამოიყენებს აქ ჩამოთვლილს. ბოლოს გადავა X-ზე და Y-ზე. XL, XXL, აი ასე დაიღლება მეგობრებო. თქვენც კი დაიღლებით, მაგრამ თვითონაც დაიღლება და მიხვდება რომ აზრი აღარ აქვს უკვე მეგობრებო და ამ წყალსატევს გახსნის აგერ და წყალს გაუშვებს უკვე მისი დინებით. Всё, ჩაიგნებს ხელს. კი. აი ესეა ჩემო ძვირფასებო. აი ესეთი დამღლელია მისი საქციელი, მაგრამ აი როდესაც ისით უკვე იცით რომ ესეთი იქნება და იმდენად აღარ იმოქმედებს თქვენზე ეს ყველაფერი, ასე რომ კი ელოდეთ ამ ყველაფერს. მზად იყავით ამისთვის და რამდენადაც მზად იქნებით, უკვე ნერვებს აღარ გაიფუჭებთ. ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი. ვისაც მოგეწონათ, ვისაც არ მოგეწონათ, რა ვქნათ? მე მგონი ყველას უმეტესწილად იყო ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა დღევანდელი ჩვენი საღამო და მინდა ყველას მშვიდობა გისურვოთ, მინდა ყველას დიდი სიყვარული გისურვოთ, ჯერ საკუთარი თავის და საკუთარი თავის სიყვარული პირველ რიგში მეგობრებო. და მერე სხვა დანარჩენი. აცადეთ ამ ადამიანს, იხტუნოს აცადეთ. იხტუნოს რა პრობლემაა? გაიხაროს გულის ჭია. ხო და მერე რომ მიხვდება რომ აზრი აღარ აქვს ამ ყველაფერს, გაჩერდება მეგობრებო, აბა რა სიზამს. სხვა გზა რო აღარ იქნება, უკვე გაჩერდება. კი, გაწმუნებთ რომ გაჩერდება. და მერე უკვე იქეთ შეგეხვეწებათ, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ მშვიდობიანი ღამე გქონოდეთ ყველას. ბედნიერი დილა გაგთენებოდეთ, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. უღრმესი მადლობა ყველას, საჩუქრებისთვის, გვერდში დგომისთვის, მოსმენისთვის, ლაიქებისთვის, აი ყველაფრისთვის. იმისთვის რომ მე სტიმულს მაძლევთ, მეც თქვენთან ერთად გამყავს დრო, სასიამოვნო დრო, ეს მე ძალას მაძლევს, გაწმუნებთ, ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს თქვენთან ყოფნა და მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს და რა ვიცი, მართლაც მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ძალიან ბევრი ვართ უკვე და მინდა რომ სასიკეთოდ გამოიყენოთ ეს ყველაფერი, მართლაც სასიკეთოდ და თქვენი ცხოვრება გაიუმჯობესოთ. ამაზე დამოკიდებული არ გახდეთ მეგობრებო. უბრალოდ გამოიტანეთ დასკვნა ამ ყველაფრიდან, რასაც აქ გებულობთ, ხო? ეს მიმართულება გამოიყენეთ სათქვენოდ, სასიკეთოდ. დასკვნა გამოიტანეთ იქიდან, რა უნდა ისწავლოთ, რა უნდა შეცვალოთ. აქ დროის გასაყვანად არ უნდა იყოთ მეგობრებო, უბრალოდ თქვენი ცხოვრება უნდა გააუმჯობესოთ ამით. კი, ნამდვილად. ნამდვილად სოლიდარობა. კი ბატონო.
ნამდვილად. სხვათა შორის მამაკაცებიც ძალიან ბევრი არიან, ვინც მართლაც იტანჯებიან, აი არიან კი ესეთები, მე მყავს, გარწმუნებთ. მყავს კონსულტაციაზე ესეთი ადამიანები, მეგობრებო. ჩემთან ანონიმურობა დაცული ასე რომ არ არსებობს მე ვინმე რამე ვთქვა, ამიტომ გეუბნებით და გარწმუნებთ, რომ არიან მამაკაცები, რომლებიც აი ქალებივით იტანჯებიან, ქალბატონებივით და ძალიან ცუდ დღეში შეყავთ ქალბატონებსაც. კი, არიან ესეთებიც გარწმუნებთ. გარწმუნებთ, რომ არიან. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე ყველას, უღრმესი მადლობა ყველას და მოკლედ დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო. ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა, ძალიან მინდა თქვენთან ყოფნა, მაგრამ აქაც გვიანია უკვე. არიან კარგი მამაკაცები გადმოამისამართეთ. ნუ ეხლა ეს გადმომისამართებას ჩვენ არ ვართ, მეგობრებო. ეს უკვე სამყაროს უფლებებია. სამყაროს აქვს ამის უფლება მხოლოდ. ჩვენთან ჩვენი მოვალ. ასე რომ დაველოდოთ ჩვენს. თავარია ჩვენ ადამიანობა, კი, რა თქმა უნდა, ვხუმრობთ, აბა ხუმრობის გარეშე არ შეიძლება. ჩვენსაც დაველოდოთ. სხვა რა გზა გვაქვს? ჩვენი არსად არ წავა, ასე რომ ხო რა ვიცი, ისეა. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე ყველას და აბა დროებით მეგობრებო. ხვალამდე, იმედია ხვალ შევხვდებით. თუ კი რაიმე არ შემიშლის ხელს, მე ისევ თქვენთან ვიქნები. საჯარო ლაივით თუ საჯარო გაშლით, მაინც მოვალ თქვენამდე. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. აი მედედა. ხვალ რავი, რომელ საათზე საღამოობით, ყოველთვის საღამოობით შემოვდივარ ხოლმე. მადლობა ყველას ისევ და ისევ, ჩემო ძვირფასებო, აი ვერ გელევით, რა გავაკეთო? აღარ მაქვს უკვე საჯარო გაშლა დავამთავრე. ნუ, რავი, თუ რამე შემიძლია გიპასუხოთ. გისმენთ დასვით შეკითხვა და თუ რაიმე შემიძლია გიპასუხებთ. ეხლა შე რო კი სხვას დამისმე, მე სხვაც რო დამისმევს და იმას არ ვუპასუხო, ხო საწყენი იქნება რა. აი ამიტომ არ მინდა კითხვებით. ჩემო ძვირფასებო. ძალიან გთხოვთ, რომ ერთმანეთს ვცეთ პატივი. გისმენ, კარგი. გამონაკლისი, აბა გისმენ. კარგი, ხო, გავაკეთოთ პაუზა თუ დასასრული. მე ჩავიწერე ხლა შეკითხვას არა, სათაურს, რო არ დამავიწყდეს. და ხლა გავაკეთოთ ესეთი საჯარო თემა. პაუზა თუ დასასრული, კი ბატონო. პაუზა თუ დასასრული. ეხლავე ჩავიწერე, ჩემო კარგო. რო არ დამავიწყდეს. პაუზა თუ დასასრული. რა კითხვაზე? ძალიან გთხოვ პირადში მომწერე ეს შეკითხვა. ეს შეკითხვა ეხლა მომწერე პირადში. მოკლედ მშვიდობიანი ღამე ყველას ჩემო ძვირფასებო და აბა დროებით ხვალამდე. მადლობა ყველას. პირადში მომწერე. აბა ხვალამდე ძვირფასებო. დროებით.